რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონდთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა, სტუდიაში მუშაობს თამარ გლონდი. დღეს რადიო მაესტროს საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რომელიც უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი პოსტიდან გადადგომას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი 20 საათისთვის გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უცნობია რა გახდა 18 საათზე ჩანიშნული ბრიფინგის 2 საათით გადადების მიზეზი, ასევე უცნობია რა განცხადებას გააკეთებს პრემიერი, თუმცა შესაძლოა ბრიფინგი საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მანამდე იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, იყო პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი. მანამდე ქართული ოცნების დირექტორი და ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 2 დღის წინ პრემიერი სამწლიანი ანგარიში წარსდგა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამჭვირვალე მმართველობის სისტემა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ენერგეტიკული პროექტები, ჯანათვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებზეც ყურადღება გაამახვილა პრემიერმა სამწლიან ანგარიში და დღეს გადაცემის სტუმრები იქნებიან ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკის ექსპერტი, კახა კუკავა, თავისუფალი საქართველოს ლიდერი, გიორგი მშვენიერაძე, კონსტიტუციონალისტი და ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და სატელეფონო ხაზზეა პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მოგესალმებით და მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. გამარჯობა. ქალბატონო ხათუნა, რას უკავშირებთ განვითარებულ მოვლენებს? დღეს მთელი დღის განმავლობაში შეიქმნა ინფორმაციული ვაკუუმი, პრემიერის პრესამსახური არ პასუხობს ჟურნალისტების ზარებს, უმრავლესობის წევრები კი საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე. ყოველ შემთხვევაში ეს მათი ოფიციალური განცხადებებია. უკაცრავად ცუდად ისმოდა გამომეოროთ კითხვას შეიძლება. რას უკავშირებთ განვითარებულ მოვლენებს? პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობთ? კი ბატონო, აქ რამდენიმე მიზეზზე უნდა ვისაუბროთ ერთობლივად. უპირველეს ყოვლისა, ახლოვდება არჩევნები და ქართულ ოცნებას სჭირდება განახლებული სახე იმისათვის, რომ 3 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შევახული იგი გარკვეულწილად მაინც აღიდგინოს არჩევნებამდე დარჩენილ 9 თვიან პერიოდში. ამისათვის ისინი ძველი სახეებით ოპერირებას ვეღარ შეძლებენ და აუცილებელია, რომ სწორედ ახალი პრემიერის სათავეში განაგრძოს ფუნქციონირება მთავრობამ. ამასთანავე თავად ღარიბაშვილის ფიგურაც იყო ძალიან კონფრონტაციული და უკიდურესად ხისტი. მან პრემიერობის ვადის მანძილზე შეძლო, რომ ძალიან ბევრი მოკეთე ტრადექცია. ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, ანუ ადამიანები, რომლებიც ხშირად ჩანან მედია საშუალებებით, მათ შორის ჟურნალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები. არავინ არ დარჩენილა პრემიერის ძალიან კრიტიკის გარეშე, უფრო მეტიც ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც ღარიბაშვილი არ ერიდებოდა ამ ადამიანების ღირსების შემლახელ გამონათქვამებსაც. ასე რომ მას რესურსი საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან აქტიურ საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან ურთიერთობის ფაქტობრივად აღარ ქონდა დარჩენილი და შესაბამისად ძალიან გაუჭირდებოდა, როგორც გითხარით, არჩევნებამდე დარჩენილ 9 თვიან დისტანციაზე ამ კეთილგანწყობის უკან შემოტრია, ამ კეთილგანწყობის მოპოვება. ამასთან, რა თქმა უნდა, ქალბატონო ხათუნა, ზუსტად 2 დღის წინ პრემიერმა წარადგინა სამწლიანი ანგარიში და განსაკუთრებული აქცენტები ზუსტად იმ მიღწევებზე გააკეთა, რაც მისი აზრით უკავშირდება ქართულ ოცნებას. არის თუ არა პრემიერის გადადგომა პირდაპირ იმის აღიარება, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისე რიგზე არ არის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა და რომ ქართულ ოცნებას აქვს პრობლემები? უდავოდ, უმთავრესი სწორედ ეს იყო, რომ ქვეყანაში ნამდვილად არ არის ყველაფერი ისე, როგორადაც შამის წარმოდგენა შეეცადა ღარიბაშვილი თავის ანგარიში და საზოგადოების რეაქციას ამას მეტყველებს ზუსტად და არა იმას, რომ მათ ჯერათ იმ მონაცემების, რომელიც პრემიერს ჰქონდა საკუთარ ანგარიში. ყოველ შემთხვევაში სულ მცირე ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო საზოგადოებასთან სწორი საკომუნიკაციო ენის გამონახვა. რაც მისი უმთავრესი პრობლემაა, მე ვიტყოდი, ხელისუფლებამ არსებობა გააგრძელა ლამის მაშინვე, როგორც კი
ის მოვიდა ხელისუფლებაში ქართულმა ოცნებამ მართო კოალიციამ ხელისუფლება გააგრძელა მე ვიტყოდი ასტრალში ის განუდგა საზოგადოებას და ამომრჩეველი მოქალაქე გაარიყა პროცესებიდან შესაბამისად მიიღო ის რაც მიიღო აბსოლუტურად მიუღებლობა მათი ენის ხელისუფლება სხვა ენაზე და სხვა სამყაროდან გველაპარაკებოდა და საზოგადოება ვიდექით სრულიად სხვა ნიადაგზე და სხვა სამყაროში ცხოვრობით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულიც კია ღარიბაშვილის შეცვლა და ეს არის ერთგვარად ხელისუფლების მხრიდან იმ კრიზისის აღიარებაც, რომელშიც მან შეიყვანა ქვეყანა. ამასთანავე მე მინდა გაგახსენოთ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები ბოლო თვეების განმავლობაში, რომელიც სკანდალური ფაქტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლების სახელს დაუკავშირდა, ეს გახავთ რუსთავიორის თემა, სასამართლოს თავისუფლების ეჭქვეშ დაყენება, მე უთმელეთის ფაქტს გავიხსენებ და ის რაც ხდება დღეს რუსეთთან დაკავშირებით და რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება არის ამაში ჩარეული, აღმასრულებელი შტო და ალბათ საკანონმდებლოც, იმიტომ რომ მოსამართლეების დამტკიცებას სჭირდება ხმათა 2/3 და ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატების გარეშე მოსამართლეები ვერ შეძლებენ საჭირო 2/3 მოპოვებას. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთთან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესი იყო მაღალი. და ამ ხელისუფლების თავი ოფიციალური მაინც დღემდე გახლდათ სწორედ ღარიბაშვილი. ასევე საპატრიარქოსთან დაკავშირებული სკანდალური თემის გაგრძელებაც უბრალოდ ამ სკანდალის აწევად ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება. მე შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინანდელ ღარიბაშვილის სრულიად დაუფიქრებელ გამოხმაურებას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქს ნამდვილად უნდა მიეცეს შეწყალების უფლება. ამავე რაც მისიას ვთქვა სულს რაც მისი სულსწრაფობა გამოავლინა და მისიას ვთქვა პოლიტიკური ალღოს დეფიციტი. იგივე შეიძლება ითქვას პუტინის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს მოვიზორ რეჟიმს ეხებოდა. პუტინს პირი არ ქონდა დამოწული, რომ ღარიბაშვილმა აქედან თავისი ვთქვათ აქტუალებული გამოძახილი შეიაგება. ანუ ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მისი არაერთი შეცდომით აღინიშნა და ეს იყო სრულიად ლოგიკური, თუ კი მას გადააყენებს ლოგიკური დასასრული მისი პრემიერობით. თქვენ ზუსტად აი ამ პრობლემებზე გამახვილეთ ყურადღება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება. ელით თუ არა სისტემურ ცვლილებებს შეიძლება თუ არა რეალურად პრემიერის შეცვლით ქვეყანაში მოვლენები, იმიტომ რომ დღეს ისევ აქტუალური გახდა არაფორმალურ მმართველობაზე განცხადებები და თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან შესაძლო გადაწყვეტილება დაუკავშირეს ისევ ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნეს, რომ მის გარეშე ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა პრემიერი. იცით რა, მე შემიძლია შემხედრი კითხვა დაგისვათ, თქვენ გააქვთ უფლებამოსილება ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების? არა. ბუნებრივი არა, არც მე მაქვს და საზოგადოების არც ერთ წევრს. ერთადერთი ვისაც დღეს არაფორმალური, მაგრამ ამისი ძალა და გავლენა შესწევს, არის ზუსტად ბიძინა ივანიშვილი და სრულიად ბუნებრივია, რომ სამთავრობო ცვლილება, სახელმწიფო ცვლილების საკითხი უკავშირდება სწორედ მას. ქალბატონო ხათუნა, ბოლო შეკითხვა. დღესვე გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლებოდა დანიშნულიყო პრემიერად და დასახელდნენ გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე. როგორია თქვენი მოსაზრება? ვინ შესაძლოა ვიხილოთ მომავალი პრემიერის კანდიდატურა და ხომ არ უნდა ველოდოთ ახალი სახეების გაჩენას? ამაზე მე პასუხი არ მაქვს. ახალი სახეები ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ რომ სანდოობის პრინციპი შეირჩევა უპირატესად მომავალი პრემიერი და მის წარმატებულობას განსაზღვრავს ის, რამდენად დაბრუნდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი სახელმწიფო მართვის სისტემაში. პირდაპირ ვთქვათ, გასაგებენაზე იქნება თუ არა მას თავისუფლება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ეს ერთი და შეიძლება თუ არა კადრების შერჩევის პრინციპი, რომელიც დღეს იყო მხოლოდ ბრმა მორჩილებაზე დაფუძნებული. აი ეს ორი პარამეტრი ჩვენ პრემიერის შერჩევიდან სადღაც ერთ კვირაში გავცემს ამომწურებელ პასუხს, უნდა ველოდოთ თუ არა რეალურ ცვლილებებს, თუ ეს დარჩება მხოლოდ ფერუმარილად
მთავრობის სახით. გასაგებია. მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. ჩვენი მომდევნო სტუმარი იქნება თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა, აგრეთვე გვეყოლება სტუმარი კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს თუ რა პროცესები და რა პროცედურები უნდა გაიაროს ქვეყანამ იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მეც გაგაცნობთ ამ პროცედურებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს, ავტომატურად უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება და ისინი მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები გახდებიან. კონსტიტუციის თანახმად პრემიერის გადადგომის შემდეგ უკვე საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შესახებ და არა უგვიანეს 7 დღის ვადისა უნდა დაასახელოს კანდიდატი. ამის შემდეგ 7 დღის ვადაში კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და სამთავრობო პროგრამა მან პარლამენტს საკუთარი ხედვა უნდა გააცნოს. ამის შემდეგ უკვე პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. ახალ სამთავრობო გუნდს პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სამჯერ ვერ დაამტკიცებს ახალ მთავრობის შემადგენლობას, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და სატელეფონო ხაზზეა თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა. მოგესალმებით და მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. ბატონო კახა, როგორია თქვენი პოზიცია? რას ფიქრობთ დღეს განვითარებულ მოვლენებზე? შეუძლია ვიდრე არასდროს ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება ღარიბაშვილის გადადგომას უნდა დასდორდა, თუმცა დაგვიანებული, იმიტომ რომ ბოლო 2 წელი საქართველოში იყო რაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრია სტაგნაციის 2 წელიწადი, ეს იყო არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის, კორუფციის და ნეპოტიზმის 2 წელიწადი. და რაც ყველაზე უფრო ცუდია, ირაკლი ღარიბაშვილმა გააღვივა ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც 1 ოქტომბრის შემდგომ ერთგვარად ასე ვთქვათ, შეინელდა და იყო შანსი, რომ ქვეყანაში ეროვნული ერთიანობის და ეროვნული თანხმობის გზით დასრულიყო, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ ნახეთ ჩვენ, რომ ქვეყანაში აი ამ სიძულვილის და განხეთქილების პროცესს დაუდო საკმაოდ. მე არ ვიცი ზუსტად არის თუ არა უკვე ცნობილი პრემიერ-მინისტრის ახალი ვინაობა, თუ დადასტურდა რა იქნება გიორგი გურიკაშვილი, ჩვენ ამას ვესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზოგადად ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდისაგან გვაქვს სიანობაში განსხვავებული ხედვები და მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნება ამოწურა თავისი თავი, დარჩენილ 1 წელიწადში ბუნებრივია, რომ კანდიდატი პრემიერ-მინისტრის უნდა იყოს ქართული ოცნებიდან, გამომდინარე პარლამენტის შემადგენლობიდან და ჩვენ მივესალმებით, თუ ეს იქნება კვირიკაშვილი, ვინაიდან ეს იქნება იმისი გარანტია თუ არა, კარგი შანსი, რომ ქვეყანა 2016 წლის არჩევნების შეხვდება 7 ვითარებაში, კონსტრუქციულ ვითარებაში და ჩვენ გვინდა გიორგი კვირიკაშვილს და მომავალ პრემიერ-მინისტრს ვინც არ უნდა იყო ის მივმართოთ იგივე წინადადებით, რა წინადადებითაც მივმართეთ ირაკლი ღარიბაშვილს და ის იქნა არჩეული პრემიერად, ეს არის დიალოგი, ეს არის თანამშრომლობა და იმედი გვაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ჩვენ არ აგვიძრავს ამ წინადადებაზე გაწოხოს, როგორც ეს ავიზოზე ღარიბაშვილმა გააკეთა. აი, როგორია თქვენი პოზიცია? იყო თუ არა სწორი დრო შერჩეული, რატომ მაინც და მაინც ახლა? ну ალბათ იმედია მთავრობას რომ წინა საახალწლო პერიოდში ასე ვთქვათ ეს საკითხი შედარებით უმკვნეულად ჩაიფარცხება. გასაგები არის რომ მთავრობას სჭირდება საპარლამენტო არჩევნების წინ ეგრეთ წოდებული ახალი ცოცხლის ეფექტი, ანუ პრემიერ-მინისტრის ისეთი კანდიდატურა სულ ეს გურიკაშვილი იქნება თუ სერგეევ, რომელსაც ცოდვები არ გიდია პრეზიდენტისზე, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა მართველი გუნდის რეიტინგი, ის ასოცირდება პირდაპირ თავის იმავსთან და მის განსტერულ საახლობლოსთან, აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ მთავრობას სჭირდება წინა საარჩევნო პრემიერის ისეთი კანდიდატურა, რომელიც არ არის ასოცირებული. ანუ თქვენი აზრით ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ოცნების წევრად ვეღარ ვიხილავთ? ირაკლი ღარიბაშვილი სავალაუდოდ დანიშნავენ ისეთ პოსტზე, რომელიც იქნება მაღალანაზღაურებადი, მაგრამ პოლიტიკასთან არ იქნება პირდაპირ შემხებლობაში. გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა. გადაცემის მეორე ნაწილში რეკლამის შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდება კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც დეტალურად ისაუბრებს იმ პროცედურებზე, რომელიც უნდა გაიაროს ქვეყანამ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. შემდეგი სტუმარი კი იქნება ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და გველოდეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ბრუნებით.